მოგესალმებით, მე ვარ იანთაძე და დღეს ვეფხისტყაოსანზე ვილაპარაკებ. სანამ მთავარ სათქმაზე გადავალ, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი ზღარბის არხი და შემოგვიერთდეთ აქ ამ პლატფორმაზე. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდი ჩემთვის განსაკუთრებულია, იმიტომ რომ აქამდე ვლაპარაკობდი იმის შესახებ, რაც მგონია რომ კარგად მესმის ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებით და დღეს ვაპირებ იმაზე ვილაპარაკო, რაც ნამდვილად არ მესმის. სიამოვნებით მოვისმენდი, ან წავიკითხავდი სხვა ადამიანების მოსაზრებას, პასუხებს იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომლებსაც მე დღეს დავსვამ, მაგრამ ერთი მხრივ მგონია რომ ვეფხისტყაოსანში კიდევ ბევრი საკითხი არის საკვლევი და აი ამ ჩემს კითხვებზე პასუხებიც ალბათ გარკვეული კვლევის შემდეგ არის მოსაძიებელი, თუ არა და აგერ არის კომენტარების ველი და დიდი სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებსაც მე დღეს დავსვამ. და კიდევ ერთი ჩემთვის მნიშვნელოვანი ამბავი, რა კი დღეს იმაზე ვლაპარაკობ, რაც არ მესმის, ეს ნიშნავს, რომ ვეფხისტყაოსნის პოდკასტი ამ ფორმატით დასასრულს უახლოვდება. დღეს ბოლოს წინა გადაცემა, შემდეგ ხუთშაბათს შევაჯამებ ჩემთვის თავარ თემებს და ამ ეტაპზე ამით დაგებშვიდობებით. მაგრამ დღეს მანამდე მინდა რომ ისევ დაუბრუნდეთ პოემის პერსონაჟებს და იმით დავიწყებ, რომ ვისაც ვეფხისტყაოსანი ერთხელ მაინც წაუკითხავს, ალბათ ემახსოვრება, რომ პოემის ზოგიერთი პერსონაჟი სახელდებულია, სახელით არის წარმოდგენილი, ხოლო ზოგიერთი პერსონაჟი სახელის გარეშეა დატოვებული. რა კი პერსონაჟი არსებობს, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ეს პერსონაჟი რაღაც სახიდან, სახელიდან, უსახელოდ ან პირდაპირ ან ირიბად წარდგენილი არის მკითხველის წინაშე, მაგრამ პირადად მე არ მესმის, რა პრინციპით ანიჭებს ავტორი გმირების ნაწილს სახელს და რა პრინციპით ტოვებს გმირების ნაწილს სახელის გარეშე. პოემაში გვხვდებიან პერსონაჟები, რომლებიც არიან სახელდებულები და მოქმედებენ და უმრავლესობა რა თქმა უნდა ასეთია. არიან პერსონაჟები, რომლებიც მოქმედებენ, მაგრამ მათ სახელი არ ქვიათ და არიან პერსონაჟები, რომლებსაც სახელი ქვიათ, მაგრამ საერთოდ არ ჩანან და რასაკვირველია არც მოქმედებენ. ვეფხისტყაოსანი რა თქმა უნდა არ ცნობს იმ პრიმიტიულ ლოგიკას, რომ აი მთავარი პერსონაჟები არიან სახელდებულები და მეორე ხარისხოვანი შემთხვევითი პერსონაჟები სახელის გარეშე არიან დატოვებულები. არა, ასე ნამდვილად არ ხდება, მაგრამ ერთი კანონზომიერება არსებობს. სახელდებული გმირები იერარქიის უმაღლეს ან მაღალ საფეხურს წარმოადგენენ და არც ერთი პერსონაჟი, რომელიც აი დაბალ ფენას წარმოადგენს, სახელით ვეფხისტყაოსანში მოხსენებული არ არის. ეს კანონზომიერება დაცულია. აი მაგალითისთვის ვიტყვი, რომ მეფეებზე შემდეგ ვილაპარაკებ ახლავე, მაგრამ მანამდე ვიტყვი, რომ ისეთი პერსონაჟი, როგორიც არის მაგალითად უსამი, ვაჭართა ქარავნის უფროსი, ხო? ის ეპიზოდური პერსონაჟია, მაგრამ მისი სახელი ვიცით, ასევე სახელით ვიცნობთ უსენს, ფატმანის მეუღლეს ვაჭართუხუცეს გულაჩაროსი და ასევე როშაკს, რომელიც არის წარჩინებული ადამიანი ქაჯეთის სამეფოდან. აი მათ მაგალითად ვიცნობთ სახელით, მაგრამ ისინი ასე თქვა ზედაფენას მიეკუთვნებიან თავთავის სივრცეებში. მაგალითად სახელებით ვიცნობთ, რა თქმა უნდა, ძველი და ახალი თაობის მეფეებს, მათ შორის შედარებით ეპიზოდურ პერსონაჟებსაც, ზღვართა მეფეს მელიქ-სურხავს, ხატაეთის მეფეს რამას და ქაჯეთის მეფეს დულარდუხტს, რომელიც არის მეფის გარდაცვლილი მეფის და ამჯერად მეფობს ქაჯეთში. სახელდებული გმირია დავარი, ინდოეთის მეფის და, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ პოემის ეპიზოდური გმირია, მაგრამ ფუნქციურად ძალიან დატვირთული პერსონაჟია და მოქმედების განვითარების თვალსაზრისითაც და შეიძლება ითქვას, რომ დავარი რომ არ ყოფილიყო ვეფხისტყაოსანი საერთოდ არ დაიწერებოდა და აი რას გულისხმობ. ინდოეთის მეფის ასული, ანუ ფარსადანის და არის გათხოვილი
ქაჯეთში, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ინდოეთში რაღაც პრობლემაა, იმიტომ რომ არ შეიძლება ინდოეთის მეფის ამ დიდებული ქვეყნის შვილი ქაჯეთში იყოს გათხოვილი. შემდეგ არის დაქვრივებული და უკან დაბრუნებული, ზდის ნესტანს, თავისი ძმის ერთადერთ შვილს, შემდეგ გაბრაზდება მასზე და ხელით შეეხება და გალანძღავს და ჩასვამს კიდობანში და ორ ზანგმონას გაატანს ზღვის ჭიბში დასაკავად და ბოლოს ერთადერთი პერსონაჟია, რომელიც თავს იკლავს ვეფხისტყაოსანში. ხო, ესე იგი ეს არის ეპიზოდური გმირი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე მხრივ ახლა გავიხსენოთ მეფე რამაზი, ხატაეთის მეფე, რომლის ერთადერთი ფუნქცია ვეფხისტყაოსანში ის არის, რომ სულ ებრძვის ინდოეთს. ახლა ეს რას ნიშნავს? როცა ინდოეთი ძლიერია, რამაზი ცდილობს, რომ ხატაეთი მისგან დაიცვას, როდესაც ინდოეთი სუსტია, რამაზი ცდილობს, რომ დაიპყროს ის და სინამდვილეში ბოლოს ხატაელები ინდოელებთან სულ ყოველთვის აგებენ ამ ომებს და რამაზი სულ მარცხდება, მაგრამ ყოველთვის შეწყნარებულია და ფაქტობრივად ამ ადამიანის ერთადერთი ფუნქცია ვეფხისტყაოსანში ის არის, რომ სულ იბრძოლოს, სულ დამარცხდეს და მერე სულ შეიწყნარონ ხოლმე. სხვა ფუნქცია არ აქვს, თუმცა არაერთხელ ჩნდება ნაწარმოებში. შემდეგი უპასუხო კითხვები მიჩნდება როსტევანის ვაზირთან სოგრატთან დაკავშირებით. სოგრატს ვეცნობით თინათინის გამეფების ეპიზოდში, როდესაც ის ძირითადად ყველა შემთხვევაში სახელით არის მოხსენიებული, სოგრატი ქვია, ესე იგი სოკრატე და მიანიშნებს შოთა რუსთაველი, რომ ძველი ბერძენი ფილოსოფოსის მსგავსად ესეც ბრძენი კაცია. ამბის თხრობაში როსტევანის ვაზირი შემდეგ ჩნდება 700 სტროფის გამოტოვებით და იქ უკვე ის მოხსენიებული არის თავის სტატუსით. ყველგან არის ნათქვამი ვაზირი და სოკრატე აღარ არის ნახსენები. ამიტომ ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რომ ეს ისევ ის პერსონაჟია თუ რომელიმე სხვა პერსონაჟი ხომ არ არის. როგორც სპეციალისტები ფიქრობენ, ეს იგივე პერსონაჟია და მე მაქვს ორი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რატომ შეიძლება რომ ეს ორი პერსონაჟი გავაიგივოთ, მაგრამ ჯერ სანამ ამ ორ მოსაზრებას გეტყვით, იმას შეგახსენებთ, რომ შერმადინი ავთანდილის მეგობარი და მასთან ერთად გაზრდილი. მოხსენიებული არის ამბის დასაწყისში და შემდეგ მოხსენიებულია 500 სტროფის გამოტოვებით და იქ რუსთაველი გვეუბნება, რომ ეს ის შერმადინეო, ადრეც რომელიც ვახსენეო და ვაზირთან დაკავშირებით მსგავსი არაფერი ნათქვამი არ არის. ანუ ავტორი არ მიგვანიშნებს პირდაპირ, არ გვეუბნება, რომ ეს არის სოგრატი, იმიტომ იქ აძახის სოგრატს, აქ აძახის ვაზირს. მაგრამ აი რა არის ორი ნიშანი, რითიც ეს ორი პერსონაჟი გავს ერთმანეთს. პირველი ის არის, რომ ავთანდილი მას ეუბნება, შემდეგ უკვე როდესაც ავთანდილი დაბრუნდება გამოქვაბულიდან თავის სამშობლოში, შეხვდება ამ ვაზირს და ეუბნება, რომ შენ ხარო ის ადამიანი, რომლის გარეშეც მეფის სასახლეში არაფერი არ ხდებაო და შენ გისმენს მეფე და შენ გიჯერებსო და ამიტომ მინდა შენ დაგაბარო რა უნდა გადასცე მეფე როსტევანსო. ეს შეფასება ამ ადამიანის ფუნქციის, რა თქმა უნდა, მიგვანიშნებს, რომ ეს სწორედ ის სოკრატია, რომელსაც ჩვენ ვეცნობით თინათინის გამეფების ეპიზოდში. და იქ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციით არის წარმოდგენილი. მეორე, რაც მიგვანიშნებს, რომ იგივე პერსონაჟია, არის ძალიან უცნაური დამახასიათებელი თვისება ამ პერსონაჟის, რომ მას აქვს იუმორის გრძნობა და ორივე შემთხვევაში წარმოდგენილი არის თავისი იუმორით. ეხლა რას გულისხმობ? პირველ შემთხვევაში ის ეუბნება მეფეს, როდესაც თინათინის გამეფების ცერემონიალი დამთავრებულია და სუფრასთან სხედანა მეფე მოიწყენს, აი ავთანდილი და სოგრატი მივლენ მასთან და ეუბნება ცნობილ სტრიქონს, დაგიღრეჯია მეფეო, აღარ გიცინის პირიო და ეს არის იმიტომ ნათქვამი, რომ აი შენმა ქალიშვილმა მთელი შენი სიმდიდრე გასცა და რა თქმა უნდა კარგ ხასიათზე ვერ იქნებიო და შემდეგ უკვე როდესაც ავთანდილი ელაპარაკება ვაზირს, აი ესეთი იუმორი არის, რომ ავთანდილი მას ეუბნება, რომ 100,000 წითელი შენ გთამად შეიწირეო, თუ კი მეფეს გადასცემ იმას, რასაც ეხა მე დაგაბარებო და ძალიან დაწვრილებით უხსნის ვაზირს თავის არგუმენტაციას, რატომ უნდა დაბრუნდეს უკან ტარიელთან. და ამ დროს ეს ვაზირი ეუბნება, რომ
იცი რაო, ეგ შენი 100,000 წითელიო, რა თმინდაო, რა იქნება იმ წყალობასთან შედარებით, მეფე რო ჩემთვის გაიღებს, როცა გაიგებს, რომ შენ ისე უკან ბრუნდები და მიდიხარ სადღაც და გაურკვეველი ვადით მიდიხარო. რა თქმა უნდა, აქ არის ირონია, მწარე იუმორი არის და მე ეუბნება პირდაპირ რომ მომკლავსო ეს რო გაიგოს და ეს რო ვუთხრა, მე ვერ ვეტყვიო ვერავითარ შემთხვევაში, ან მეფემაც რო გაგიშვებსო, ჯარისად გაგიშვებსო. და ფაქტობრივად უარს ეუბნება ავთანდილს თავის თხოვნაზე, მაგრამ აი ორივე შემთხვევაში ეს იუმორი იქ რომ მეფეს ეუბნება რომ შენ იმიტომ მოიწყინა რომ შენ მაშულმა სიმდიდრე გასცა და აქ ეუბნება ავთანდილს რომ რა თმინდა შენ იქთამი მეფე ამავსებს წყალობით რომ გაიგებს რომ ისევ მიდიხარო. აი ეს რა თქმა უნდა ამსგავსებს ამ ორ პერსონაჟს ერთმანეთს და გვაფიქრებინებს რომ ალბათ მაინც ერთსა და იმავე ადამიანზე არის ლაპარაკი. კიდევ ერთი პერსონაჟი რომელსაც სახელით კი არა და სტატუსით ვიცნობთ ეს არის ჭაშნაგირი. ფატმანის საყვარელი რომელსაც ავთანდილი მოკლავს და მთიც მოჭრის. ჭაშნაგირის სტატუსი ბევრად მეტისქმელია ვიდრე მისი სახელი იქნებოდა, იმიტომ რომ ჭაშნაგირი არის ადამიანი რომელიც არის დეგუსტატორი მეფის სასახლეში ის საკვებს სინჯავს მანამ სანამ მას მეფე და დიდებულები მიირთმევენ და რა თქმა უნდა დიდი ნდობით სარგებლობს და მხოლოდ ამიტომ აძლევს თავს უფლებას უთხრას ფატმანს რომ ხვალვე წავალ და მეფეს ვეტყვი რაც ვიციო და გაგიმწარებ ცხოვრებასო და მისი ეს მუქარა არის აბსოლუტურად რეალური იმიტომ რომ ეს არის ჭაშნაგირი ანუ ერთი სიტყვით რუსთაველმა გითხრა ის რის სათქმელთან შეიძლება ბევრი ახსნა დაჭირვებოდა მაგრამ როცა ვიცით რომ ჭაშნაგირია მისი სტატუსი გვეუბნება უკვე ყველაფერს იმის შესახებ თუ რა გავლენა შეიძლება ამ ადამიანს ჰქონდეს მელიქსურხავის სასახლეში. შემდეგი პერსონაჟი რომელიც სტატუსით არის მოხსენიებული და ძალიან უცნაურად გამოიყურება ეს ამბავი ადრეც მithქვამს არის ინდოეთის დედოფალი ანუ ფარსადანის ცოლი ანუ ნესტანის დედა მისი სახელი არ ვიცით თუმცა ეს ადამიანი ინდოეთის შესახებ თხრობაში ამის დასაწყისშიც ხდება და ამბის ბოლოშიც მაგრამ სახელის გარეშე არის დატოვებული. ამავე დროს ვიცით რა ქვია მაგალითად რომელიმე ეპიზოდურ პერსონაჟს ხა არ აქვს მნიშვნელობა ისევ როშაკი გავიხსენოთ ქაჯეთის წარჩინებული რომელიც სამეკობრეოდ არის გამოსული რომელიც შეიპყრობს ნესტანს აი ამის სახელი ვიცით და ნესტანის დედის სახელი არ ვიცით. ასევე ვიცით რა ქვია ქაჯეთის მეფის შვილებს როსანი და როდია ანუ დულარდუხტის ძმის შვილებს. აი დულარდუხტი ამბობს რომ როსანიო ამ ქალის ქმრად შეიქნებაო, როდესაცო ეხლა მივდივარო არცალია ამ საქმისთვისო, ანუ თავის დის დაკრძალვაზე მიდის და რომ მოbrunდები ქორწილზე მერე ვიფიქროთო და ეს ქალი იქნება როსანის საცოლეო და აი ამ კონტექსტში როსანი და როდია ვიცით, მაგრამ არ ჩანან და არაფერს არ აკეთებენ ვეფხისტყაოსანში როგორც პერსონაჟები. სამაგიეროდ არ ვიცით რა ქვია ორ სხვა უფლისწულს, რომლებიც ასევე განწესებულები არიან ნესტანის საქმროებად. პირველი ეს არის ხვარაზმშაჰის შვილი, რომელსაც მოკლავს ტარიელი დაძინებულს და მეორე ეს არის მელიქსურხავის სხვათა მეფიშვილი, რომელიც სადღაც ალაშქროდ არის წასული და აი რომ დაბრუნდება, მას ცოლად უნდა შერთონ ეს ქალი, რომელიც მელიქსურხავს მოუყვანეს. ხო და ამ ორი უფლისწულის სახელი არ ვიცი და როსანმა და როდიამ რით დაიმსახურეს, რომ მაინდა-მაინც მათი სახელი არის ცნობილი, იმ ორი დაარჩენის არა, ამაზე წარმოდგენა ნამდვილად არ მაქვს. რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა იმ ეპიზოდების შესახებ, როცა პოემის მთავარი გმირები ხვდებიან ერთმანეთს და ავტორი არ აღწერს რა შთაბეჭდილებას ტოვებენ ისინი ერთმანეთზე. მაგალითად, არაფერი არის ნათქვამი, რა შთაბეჭდილება დატოვა ნესტანმა ავთანდილზე. ეხლა ვიცით, რომ ავთანდილი იყო გადამწყვეტი მთელი იმ ამბის განმავლობაში, რაც ტარიელის თავს ხდება, იმის შემდეგ, რაც აი ეს უცხო მოყმე წყლის პირს მჯდარი ნახეს როსტევანმა და ავთანდილმა და ესე იგი 4 წელი გავიდა ამის შემდეგ, არა უფრო მეტიც და ფაქტობრივად 1 წელი ეძებდნენ სხვები, შემდეგ 3 წელი ეძებდა ავთანდილი, შემდეგ 1 წელი კიდევ დათქმული ქონდა და ტარიელისთვის რომ 1 წლის შემდეგ დავბრუნდებიო და აი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვიცით რომ რაღაც ამბავი ხდება და ამ ამბის
მთავარი გმირი არის ავთანდილი, მაგრამ აი შეხვდება მეორე მთავარ და უმთავრეს გმირს და რა შთაბეჭდილებას ტოვებს მასზე, ეს არ არის აღწერილი. ასევე, როდესაც ტარიელი და ნესტანი ხვდებიან თინათინს, მათი შეხვედრა ძალიან ზოგადად არის აღწერილი. მართალია ამბავი ხდება უკვე ბოლოს, როდესაც ყველაფერი გარკვეულია, ყველაფერი დამთავრებულია, ჯერ ერთი ვიტყვი, რომ ამ შეხვედრას არ ესწრება ავთანდილი, იმიტომ რომ მეფეების შეხვედრა არის ფაქტობრივად. და ხა მინდა წაგიკითხოთ, რამდენად ზოგადად არის აღწერილი ეს შეხვედრა და რამდენად განსხვავდება ყველა სხვა ეპიზოდისგან, სადაც აი თუნდაც ნესტანთან დაკავშირებით ცუდ აწოლებით არის აღწერილი, რა შთაბეჭდილებას ტოვებს ის მის მინახველებზე. შევიდეს ნახეს თინათინ მჭვრეთთა მიმცემი ჭირისა, სკიპტროსან გვირგვინოსან საშვენო და ძმა პორფირისა, მოსრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა, შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე მსგავსი გმირისა. ტარიელ დაცოლმან მისმან ქალსამ დაბლად უსალამეს, მოეგებნეს აკოცეს და საუბარი დაამეს, იგი სახლი განანათლეს, არ ნათელი შეაღამეს, ბროლ ბადახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს. აი ესე ლამაზად, მაგრამ ძალიან ზოგადად არის ამ შეხვედრის ამბავი მოყოლილი. რა თქმა უნდა, გასაგები არის, რომ პოემის ბოლოს ვეფხისტყაოსნის ავტორი ცდილობს, რომ ამბავი შეკუმშოს უფრო და აღარ გადაღალოს მკითხველი იმით, რაც იცის უკვე, მაგრამ ეს ეპიზოდი მაინც ძალიან ზოგადად მეჩვენება და ჩემთვის რაღაც გარკვეულ კითხვებს აჩენს და ბოლომდე გასაგები არ არის, აი ესე ზოგადი აღწერით რატო შემოიფარგლა ავტორი. ზოგადად ვეფხისტყაოსანში პერსონაჟების აღწერაშიც ჩანს დასავლური და აღმოსავლური სტილი, ძალიან მოკლედ ვიტყვი ამაზე ბევრი მილაპარაკია სხვა დროსაც. აი დასავლური სტილი, რაციონალური სტილი აღწერის, ამის ტიპური ნიმუში არის ფატმანის წარდგენა. ისე აღწერს ვეფხისტყაოსნის ავტორი ფატმას, რომ ხედავთ ჩვენ ამ ქალს თვალნათლივ, მაგრამ რაც შეეხება აღმოსავლურ სტილს, ეს არის სიტყვაუხვი, ეს არის მეტაფორებით გაჯერებული და ნესტანის წარდგენაში როგორც წესი ხშირია და როგორც წესი სულ გვხვდება ეს აღმოსავლური მეტაფორული სტილი და აი ესე არის ნესტანი აღწერილი, რომ კონკრეტულად მის გარეგნობაზე არაფერი არ ნათქვამი, აი სულ მეტაფორებით არის მისი სინათლე და მისი სილამაზე და მისი სიბრძნე აღწერილი. ახლა როგორც თქვი, ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ სიტყვას, მაგრამ უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ ეს სტილი ამბის გადმოცემის დასავლური და აღმოსავლური თუ ცნობიერების აღწერის ტიპი დასავლური და აღმოსავლური, აი პერსონაჟების გარეგნობის აღწერაშიც გადმოტანილია. დღეს ამით დავასრულებ შოთა რუსთაველის პერსონაჟებზე ლაპარაკს. იმედია მოვა დრო და ნებისმიერ კითხვას პასუხი გაეცემა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ვეფხისტყაოსნის მხატვრულ სივრცეში რაც ხდება, ყველაფერი არის კანონზომიერი და მოვა დრო, როდესაც აი ამ ამბების ლოგიკა გაიხსნება და აიხსნება. ბევრი რამ არის კიდევ როგორც თქვი საკვლევი ვეფხისტყაოსანში და სანამ საქართველო იარსებებს, ჩვენ ყოველთვის გვექნება სურვილი, რომ მეტი და მეტი გავიგოთ იმის შესახებ, თუ რეალურად რა წერია ვეფხისტყაოსანში. შემდეგ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით და გიტოვებ ტრადიციულ თხოვნას, რომ გამოიწეროთ ჩვენი ზღარბის არხი და ასევე ტრადიციულად ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად ხართ.